აქ შეკრებილი ადამიანები სოციალური ქსელით გაერთიანდნენ. მოვიდნენ რვაფეხა დანგრევას რომ გადაარჩინონ. ყველას თავისი მოტივაცია აქვს. ერთნი ურჩხულს თავიანთ მოგონებებს უკავშირებენ. სხვები მას კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლად თვლიან. ვიღაცაც კი ბულვარში სასეირნო სივრცე არ ეთმობა. ეგრეთ წოდებული ურჩხულის ავტორი მსოფლიო ცნობადობის არქიტექტორი გიორგი ჩახავაა. ბათუმელი სოფო პატარაია, ამიტომაც თulis რომ ტურისტი ამ არქიტექტურით უფრო დაინტერესდება ვიდრე ახალი ინვესტიციით. ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ჩახავას ნამუშევარია. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, რაღაცა ღირებულს წარმოადგენს ქალაქისთვის, არის ყველას მოგონება, ალბათ ბათუმისთვის. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება მას, ვისაც ეს ეხება, რომ შეინარჩუნოს ის, რაც ღირებულია ქალაქისთვის და არ გაანადგუროს ყველაფერი. ყველაფერი არ არის ქალაქისთვის, არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ინვესტიციები. ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ღირებული კულტურული ძეგლები, რომელიც ბათუმში შეიძლება დამსვენებელი ვიზიტორი, ტურისტი ჩამოვიდეს არა ჰილტონის სანახავად, არამედ ჩამოვიდეს რვაფეხას სანახავად. მე პირდაპირ გეტყვით რა არ დაგიმალოთ, რვაფეხა მიდგას დაახლოებით 8 მილიონი ევრო საპირწონოდ. და ახალი ინფრასტრუქტურის, რომელიც მსგავსი ინფრასტრუქტურა, ესე ვთქვათ, ბრენდის მოთხოვნა არის, ოპერატორის მოთხოვნა არის, ჰილტონი რო აჭარაში არსებობდეს, მას ეს ინფრასტრუქტურა ჭირდება. ამ არგუმენტით ცდილობს ეკონომიკის მინისტრი დაგვარწმუნოს თუ რატომ უნდა დაინგრეს რვაფეხა ბათუმის ბულვარში. აღარ ჭრის კონტრარგუმენტები რვაფეხას უნიკალურ არქიტექტურაზე, ნოსტალგიაზე და თუნდაც იმაზე, რომ ბავშვობაში მინისტრის ნაყინი საჭმელად რვაფეხაში დადიოდა. მინისტრის ამ განცხადების შემდეგ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მათ შორის ბათუმის მერი გიორგი ერმოკოვი საკუთარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელით გვარწმუნებს, რომ ეგრეთ წოდებული ურჩხულის დემონტაჟი არ მოხდება. სანამ სპეციალური კომისია არ დაადგენს, შესაძლებელია თუ არა ურჩხულის რეაბილიტაცია. მე 21 საუკუნის შესაძლებლობებს ვერ განვიხილავ ახლა ამ წუთში, მაგრამ კონკრეტულად შენობის რეაბილიტაცია შესაძლებელია თუ არა, კვალიფიციური სპეციალისტების დასკვნა უნდა არსებობდეს. პირველ რიგში ჯერ ერთი, მოდი ასე ვთქვათ, რომ შენობის დემონტაჟზე საუბარი არ მიდის. ეს ერთი საკითხი და ამას გეუბნებით კიდე გეუბნებით მე გეუბნებით თქვენ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას, გეუბნებით ჩემს პოზიციას. საინვესტიციო პროექტი არის, საინვესტიციო პროექტი არ ითვალისწინებს შენობის დემონტაჟს, სანამ შენობის დემონტაჟი განხორციელდება, მოხდება შენობა ნაგებობის კონსტრუქციული შესწავლა. რვაფეხას გადასარჩენ აქციაზე მოსული ბათუმელი ნინო ინეიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ კი მთავრობას ნება არ ექნება, კომისიაში ისეთი წევრები მოხვდებიან, ვინც ურჩხულის დემონტაჟს მოაწერენ ხელს. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას თუ უნდა მოძებნის ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაუწერენ დადებით დასკვნას იმაზე, რომ დაინგრეს. ამიტომ მე მაგათი ნაკლებად მჯერა. ისე რომ სავსებით შენ აქ არის მთავარი პოლიტიკური ნება. შემოსაზღვრული აუზის მშენებლობას რვაფეხას ანაცვლოდ სასტუმრო ჰილტონი გეგმავს. მშენებელი კომპანია ტურ ინვესტია ქალაქში დაგროვილ პროტესტს მათ საგანგებო განცხადებით უპასუხეს, სადაც ნათქვამია, რომ რვაფეხას დანგრევა არასდროს ყოფილა მათი განზრახვა. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. შენობის ახლანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოყენებული უხარისხო მასალებისა და არაპროფესიონალიზმის გამო საგრძნობლად დააზიანა მისი სტრუქტურა. შეპესე ტურ ინვესტმა საკუთარი სახსრებით განახორციელა შენობის დეტალური ტექნიკური დათვალიერება ქალაქ ბათუმისათვის მისი შენარჩუნების მიზნით. შეპესე ტურ ინვესტის ხარჯებით ინჟინერებმა გაწიეს კონსულტაციები ინსტალაციის შენარჩუნების და მისი აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად. შესწავლის გარეშე შენობის მძიმე მდგომარეობაზე ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა აჭარის ეკონომიკის მინისტრმაც. ეს არ არის, რაც ჩვენ ბავშვობაში ვნახულობდით, ცოტა სხვა რაღაცას გავს, ამიტომ უფრო უკეთეს პირობებში. ნახულობდი არ გაქვს ზრუნვა შეინარჩუნოთ ეს შენობა და ისევ. მე ვფიქრობ, ახლა მე რაც ვნახე იქ იმის შენარჩუნება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ რვაფეხასაც დაკარგული აქვს თავისი არსი, რაც იმ დროს იყო, იმიტომ რომ რაღაცეები მიშენებული არის და ისეთ რაღაც ისე არის გაკეთებული, რომ ვფიქრობ, რომ მისი რეკონსტრუქცია აზრს კარგავს, საერთოდ თან ეგ სხვა თან რთული იქნება, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, სხვა ადგილას მოხდეს მონაცვლეობა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ დამატებით ახალი ინვესტიციის განხორციელება. რატომ არის საჭირო კომისიის შექმნა იმის გასარკვევად, რვაფეხას რეაბილიტაცია შესაძლებელია თუ არა? ეს კითხვა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერს დაუსვეს.
თქვენ ამბობთ შეისწავლით და გეუბნებით რომ არ არის შესწავლი არაფერი ეხლა არის ახალი ეტაპი თუ თქვენ აქ ახართ თქვენი ნება არის რა უფლებით ამბობთ რომ არ არის შესწავლი მარტივია ყოველს გეუბნებათ რატო გიორგი რომ თუ შენარჩუნება იქნებ ყველა ვინც აქ არის ამიტომ მოვიდა რომ თქვასთვის უნდა გადარჩეს ეხლა თქვენ და მოიცა კაი მაგ გაჩერდი კი ბატონო გია ერმაკოვი ამბობს რომ არ უნდა გადარჩეს გია იონოს ჩვენ შევისწავლეთ შესწავლი არაფერი არ არის არა შესწავლა მაინც უნდა ირმა გადაარჩინეთ რვაფეხა და გამოიყენეთ თქვენივე რეკლამისათვის. ამ მოწოდებით არქიტექტორი დინო ჩაჩხიანი ხელისუფლებას სოციალური ქსელიდან მიმართავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რვაფეხა სამშენებლო კულტურის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს, ისევე როგორც სიდნეის ოპერის თეატრი, კენედის აეროპორტი. საუბარია მემბრანულ გადახურვებსა და ორმაგ სიმრუდეზე, რომლის იშვიათ და გადარჩენილ ეგზემპლარს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული რვაფეხა. მშენებელი კომპანია ტურინვესტის დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან. კომპანია ვირჯინის კუნძულებზე ეგრეთ წოდებულ ოფშორშია დარეგისტრირებული. სასტუმროს მოთხოვნის შემდეგ ბულვარის ეს ნაწილი აჭერის ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის საკრებულომ გადასცა 2014 წლის მაისში. რვაფეხას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. არ მოხდა ამ საკითხის განხილვა, არ დაყენებულა რვაფეხაზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი. ჩვეულებრივად იყო რვაფეხა, ახლა ჩვენ არ ფიქრობდით რომ რაღაც თქვა კატასტროფულად საჩქარო იყო ან ძეგლი მინიჭებოდა ან რაღაც წლების შემდეგ შესაძლებელია უფრო მარტივად მომხდარიყო მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭება და ჩვეულებრივი მომენტი. სააგენტოს უფროსი თვლის, რომ რვაფეხას გადარჩენისთვის ძეგლის სტატუსი საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ეს იმას არნიშნავს, რომ მაინდამაინც ძეგლის სტატუსი უნდა იცავდეს. შესაძლებელია მას არ ქონდეს ძეგლის სტატუსი ამ ეტაპზე და რაღაც წლების შემდეგ მიენიჭოს, მაგრამ არ მოხდეს მისი დანგრევა თუ ძეგლის სტატუსი არ აქვს, ამიტომ ხოლმე სავალდებული არა ან დაინგრეს ან გავანადგუროთ. ოქტომბრის ბოლოს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ბიძინა აფხაზავა ამბობს, რომ მან ურჩხული გადაარჩინა. არ მივეცით უფლება, აგერ რო არის მართალია ძეგლი არა, მაგრამ მაინც ეს ურჩხული რო არის უნივერსიტეტი, იმის დემონტაჟის უფლება არ მივეცით. ეს იმას რო ამბობ, რატომ? ბატონო? იმას უნდა იმ კომპანიას ჰილდონს უნდა და ეგ ბასენი და რაღაც გაგეძება სასვიგი ვარ ვთქვი და ეხლა ახალ მაშინ გადაგზავნილი გვაქვს თბილისში უკვე ის ნაწილი შევიყვანეთ ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ. ამ კომენტარიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა დაგვიდასტურა ურჩხულის დანგრევას განვიხილავთო, იგივე ბიძინა აფხაზავა სატელეფონო კომენტარში ასე გვპასუხობს. გადაარჩენა ჩემი საქმე არა, გადაარჩენა სხვა. მე მაშინ გითხარი ალბათ რომ მე ევიყვანე ურჩხულს შევიყვანე საკადასტრო რუკაში, ბულვარის, თბილისში გადავარჩენ ურჩხულს შევიყვანე მე ბულვარის იმაში რა ქვია ძეგლებში, ძეგლის ტერიტორიაში, საკადასტროში. მაგრამ არის შესული ეხლა ეს ურჩხული ძეგლის ტერიტორიაზე. ეს ან არის, ან არა. აი უკვე თბილისმა უნდა გადაწყვიტოს. ამა თუ იმ ობიექტ ძეგლის სტატუსს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ანიჭებს. მას მოთხოვნით აჭარის სააგენტო მიმართავს. ჩვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რომელი ძეგლებისათვის მოითხოვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სტატუსის მინიჭება. აღმოჩნდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 15 ობიექტზე გაიგზავნა ცენტრში მოთხოვნა. აქედან მხოლოდ 6 მდებარეობს ბათუმში. მათ შორისაა მაგალითად არქეოლოგიური მუზეუმი და ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა. ის შენობები, რომელიც არის საფრთხის ქვეშ, რომელზეც რაღაც თვალი აქვს დადგმული, ბევრზე პროექტიც არის, ზოგზე რაღაც დავები მიდის. აი ასეთ ფაქტს მე მაგალითად ვერ ვიხსენებ, რომ შენობა, რომელიც საფრთხის ქვეშ არის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, თუნდაც ეროვნულს გადაერჩინოს, თუნდაც სტატუსის მინიჭებით. ჩვენ რო ასე ვამბობ, ძეგლი, კი ბატონო, ძეგლი კარგია, მაგრამ მოვლელი ხომ უნდა ყავდეს ვიღაცა. სახელმწიფოს არ შეუძლია, მესაკუთრეს არ შეუძლია. სააგენტო სახელმწიფო ერთ და იგივეა. ძეგლი ინგრევა. რა უნდა ვქნა? უნდა გამოვნახოთ ვიღაცა ინვესტორი თქვათ, რაღაცის უფლება უნდა მივცეთ, რაღაც მინიმალურ დარღვევაზე უნდა წავიდეთ. შოთა გუჯაბიძე საზოგადოება ბათუმის დამფუძნებელი თავის ფოტოგალერეაში იმ სახლებს გვაჩვენებს, რომლებიც მხოლოდ ფოტოებზეღა შემორჩა. აქვე კულტურული მემკვიდრეობის ღირებული ძეგლები, რომლებსაც ხელისუფლებამ ინვესტიციების მოზიდვის მოტივით შეუცვალა სახე, გააფართოვა, გაადიდა, გაანადგურა.
აქ არის თქვა და ის პოსტა რომელიც ზეღარ მოგახსენებდა რომელიც განადგურდა სხვადასხვა არავინ არ ახსენებს და იშვიათად თუ მოხდება რაღაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რომ ეს არის რუსთაველის 28-ში მდებარე შენობა ის ცისფერი შენობა რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო და ისე დაანგრიეს რაღაც პოსტაზე და ბარეულ შენობაზე რაღაც კიდე ატყდა აჟიოტაჟი და ისე ჩუმად აინგრა რომ არც არავის ხმა არ ამოუღია და ძალიან საინტერესო შენობა იყო სხვადასხვა ნუ ძეგლი იყო რა ხა ეს ასევე ლონდონი ხო? ეს ლონდონის ასევე დაანგრიეს. ნუ ლონდონის მაგალითი იყო იმისი აი როგორ დაანგრიეს მაგალითად იგივე ორიენტალი, ბელვიუ რაღაც თითქოს შემთხვევით რომ ჩამოინგრა. რაღაც დაამოღამეს რა, რაღაცები მოსინჯეს, აი რა რეაქცია ექნებოდა ამ გზნობელობა საზოგადოებას თუ კითხვა დავანგრევთ. ნუ აღმოჩნდა რომ არც არაფერი ხმა არ ამოვიღეს და მე მიადგენ და ძალიან ბევრი დაანგრიეს. ძველ ბულვარს ახალი ხელისუფლებაც მიადგა. მაგალითად, შუა ბულვარში რეკრეაციულ ზონაში აი ეს რესტორანი ბიზნესმენმა ალიკა ინცკირველმა ააშენა. ნებართვა ბიძინა აფხაზავამ გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა 2014 წლის 11 მარტს. რეკრეაციულ ზონაში აშენებული იყო არა. შენობები. მაშინ რატომ მიესწრება? ნუ გაყიდა ეკონომიკის სამინისტრო და დავდექი ფაქტის წინაშე. და თქვენ რა მაგალითად ნებართვა? ნუ მაგრამ როგორ არ გამეცანებართვა, უკვე სახელმწიფო ვარდებოდა უფრო ისეთ მდგომარეობაში. თუ ეს თქვა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული წინადადება არ შეესაბამება კანონს და რეგულაციებს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არეგულირებს, ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა მიიღოს ამას დამოუკიდებლად გადაწყვეტილება და ამაში 100%-ით შემიძლია გითხრათ დამოკიდებულება, რომ ჩვენ არასდროს არ ვუღებულობთ ეს თქვა გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნაცვლად. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაგალითად სასტუმრო ლონდონი ეკონომიკის სამინისტრომ სააგენტოსთან შეუთანხმებლად გაყიდა ინვესტორმა ნებერთვის გარეშე დაიწყო ძეგლზე სამუშაოები, რასაც ძეგლის განადგურება მოყვა, ანის შეგნებულად დაანგრიეს. ამ ფაქტის შემდეგ სააგენტომ პროკურატურას მიმართა და იგივე ინვესტორს, ვინც უკანონოდ მშენებლობა დაიწყო, მშენებლობის ნებართვაც მისცა. ანგრეული შენობაზე რა უნდა მზექნა? მშენებლობა თქვი რამოდო გაიცეთ ნებართვა? ანუ ამას ძეგლის სტატუსი არ ქონდა მოხსნილი, როგორც მიწას. ჩვეულებრივად ნომერზე მიდის შეიძლება. მიწაზე გაიცეთ ნებართვა. პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ უბრალოდ ჩვენ ძეგლის სტატუსი არ მოხსენით გარდა იმის. ეს აბსურდია. არა, მე გეტყვით ახლა პირიქით სააგენტოსთან ამ შემთხვევაში უნდა გადავხადო, მადლობა, ძეგლის სტატუსი არ მოიხსნა ზუსტად იმის გამო, რომ თქვათ, არ მოხდარიყო ის რაღაც მაღლივი კორპუსის აშენება და საერთოდ ამოვარდნილიყო იმ უბნის განვითარების პერსპექტივიდან. რა რეაგირება მოყვა ამ და სხვა შემთხვევებს, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება. შეკითხვებით პროკურატურას მიმართეთ, საიდანაც მოგვწერეს, რომ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებდნენ. ახალგაზრდა იურის ასოციაციაში არ მოსწონთ ისეთი კონტრაქტები, სადაც ძეგლზე გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიციის გაგებამდე იღებს. როცა კონტრაქტი ამას სახელმწიფო არ ასახავს, ეს თავისთავად ძალიან ცუდია. ვინაიდან ეს არის ერთგვარი პოლიტიკა, ეს არის ერთგვარი ნება, რასაც სახელმწიფო ავლენს კულტურული მემკვიდრეობისადმი. ეკონომიკის სამინისტროსა და ალბერტ ინცკირველს შორის ხელშეკრულება 20 წლის ვადით გაფორმდა. ბულვარის ამ პრესტიჟული და სარფიანი ადგილის სარგებლობისათვის თითოეულ წელიწადში ბიზნესმენი 46500 ლარს გადაიხდის, ანუ თვეში 3875 ლარს. ბიზნესმენი ალბერტ ინცკირველი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გია თავამაიშვილის სიძეა. ზასუნეუნები შემოგები. ანუ ალიკა ინცკირველი ჩემი ნაფესავი? ხო, ალიკა ინცკირველი. კი. არის თქვენ ნაფესავი? კი, როგორ არა. ანუ სიძეა კონკრეტულად? კი, ბატონო. უცნობია შეუწყო თუ არა ხელი სიძეს ბიზნესში ბულვარის ხარჯზე განათლების მინისტრმა. კანონმდებლობის მიხედვით აჭარის განათლების მინისტრის წარდგინებით აჭარის მთავრობა ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომლის ნებართვითაც ეს რესტორანი გაჩნდა ბულვარში. მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მერწმუნედ ტურიზმს ვერ მოიზიდავს და ტურიზმის მოზიდვას ერთი მიმართულების განვითარება ვერ შეუწყოს. ძალიან ბევრი მიმართულება უნდა იყოს განვითარებული. ასე ესმის ეკონომიკის მინისტრს კულტურული მემკვიდრეობა და მისი ფუნქცია. შესაბამისად, ბათუმის ძველი ბულვარის გასასხვისებლად კიდევ ერთი აუქციონი გამოცხადა, ეგრეთ წოდებული საშინელებათა ოთახის აშენება 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით საზაფხულო თეატრის გვერდით გადაწყდა. 17 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და საშინელებათა ოთახი აი აქ აშენდა. თანხმობის წერილს ბათუმის საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილიც აწერს ხელს, რადგან ეს ადგილი ბათუმის საკუთრებაა. მე მშვიდი გრძელი ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში ჩემო ბათუმო ისე მომენატრა როგორც ამ სკამებს
ზამთარში მოენატრებათ ადამიანთა სხეულების სითბო. ეს გამოსვლა უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს კაკო ძნელაძეს შევახსენეთ და ვკითხეთ, რატომ აღარ ეწინააღმდეგება ახლა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე ბულვარში ახალ მშენებლობებს. დღეს კონკრეტულად ისეთი დანაშაულია, როგორიც ადრე იყო, არ ხდება. იყო ერთი მომენტი, კონკრეტულად გითხარით, საზაფხულო თეატრის წინ შენდებოდა ის საშინელებათა შენობა, ოთახი, ჩემი გულის ხმევით, ჩემი ძალის ხმევით ეს ყველაფერი გადავატანინა და არის მოფარებულში, ასე ვთქვათ. ნუ არა, ჩემთვის საერთოდ მიუღებელია ბულვარში რაიმეს გაკეთება. პირიქით, რაც გამოსასწორებელია, ის უნდა მოიშალოს და დაინგრეს. ეგ არის ჩემი ხედვა ერთი ადამიანის და ერთი დეპუტატის, მაგრამ ეს ძალის ხმევა ამ სიტუაციაში მხოლოდ ძალის ხმევად რჩება. ეთყობა გამომჩა, სიმართლე გითხრათ და არაფერი, მაგრამ პირობას გადლებს, რომ აქტიურად დავიწყებ ამ თემაზე მუშაობას ამოახლოს მომავალში და ვეცდები რაღაც შეზღუდვები და რაღაც კრიტერიუმებზე მუშაობა დავიწყო და ამას კანონის სახით მივცეთ. დავით ბაციკაძე ოპოზიციური რიგებიდან ბულვარის დასაცავად გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ის 2 წელზე მეტია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბულვარის გადასარჩენად ბულვარში იდგა გიორგი მასალკინიც, ისიც დეპუტატი გახდა. ამბობს, რომ ახალი მშენებლობები ბულვარში არც კი უნახავს. რო შედიხარ და რო ხდება ეს მაღაზიები და რესტორნები, ყველა დაწყებულია და ყველა კონტრაქტი დადებულია წინა ხელისუფლების დროს. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ პრობლემა არ არის ამ ხელისუფლების პირობებში. აი მართლა გეუბნებით არ მინახავს. სანამ ხელისუფლებაში მოვა ესა თუ ის ადამიანი თუ ესა თუ ის ძალა, ის ყოველთვის აპელირებს კულტურულ მემკვიდრეობაზე და მშენებლობაზე. შედარებით მოდიან ივიწყებენ ხოლმე, იმიტომ რომ პირდაპირ შეხება ამას აქვს ფულთან. კომპანია VSM Invest ბულვარში ცენტრალური ნაწილის სარგებლობისათვის წელიწადში 13190 ლარს გადაიხდის, ანუ თვეში 1132 ლარსა და 50 თეთრს. ვინ განსაზღვრა ეს ფასი? ეკონომიკის მინისტრი გვპასუხობს. არის ახლა შესაბამისად აუდიტის მიერ რაღაც ფასების შეფასებული, რომელიც რეალობას შეიძლება ეთქოს ზოგ მომენტებში არ შეესაბამება, ზოგ მომენტებში არის, შესაძაც ინვესტორის ახალისების მიზნით უნდა გაკეთდეს. ეს ჰოლანდიელი ექსპერტების რეკომენდაციებია. აქ წერია, როგორ გახდა ევროპაში კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური კაპიტალი და დახარჯულ თითო ევროს სამმაგი მოგება როგორ მოაქვს. დასკვნა ექსპერტებმა საქართველოს ზეგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადეს. ამის მიუხედავად ხელისუფლება ისევ ჩიხზე გვესაუბრება. გარდამავალ პერიოდში მყოფი ღარიბი ქვეყანა ყოველთვის იქნება ერთი ალტერნატივის წინაშე. ინვესტიციები თუ შენარჩუნება ქალაქის კულტურის ძეგლებისა და სიძველისა და არქიტექტურის სახისა. საზოგადოება თბილისის ჰამქრის წარმომადგენელი ევროპული რეალობიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ არსებობს სხვა გზა. არსებობს სხვა გზა, ყოველთვის გზა უფრო რთულია. ეს გზა საჭიროებს გარკვეულ რეგულაციებს. ეს გზა უფრო ხანგრძლივია. ეს არ მოიტანს დღეს და ხვალ შედეგს, ამას შეიძლება რამდენიმე წლის მერე მოიტანოს შედეგი, მაგრამ ეს შედეგი იქნება ძალიან მყარი და მდგრადი. რატომ არ იყენებს ევროპულ გამოცდილებას ადგილობრივი ხელისუფლება თანხების მოსაზიდად და რა პოლიტიკით მოქმედებს? თან ნებისმიერი შენობა, რომელიც კომერციულ ბუნებში შენდება, ძალიან დიდ მოგებას პოვებს და ერთადერთი სფერო არის, მე მგონი მთელ საქართველოში, რაც დღეს მუშაობს და რაც შესაბამისად მოგება გააჩნია და მე ეს ადამიანები ბუნებრივია ამას არ უშვებენ ამ შამს ხელიდან და ამ გზნობელობა რა თქმა უნდა გამორიცხულია, რომელი ქალაქი, რომელი სიყვარული. ორმოცდაათიან წლებში აგებული ამ შენობისათვის ზეგლის სტატუსის მინიჭება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოითხოვა და შესაბამისი წერილით საქართველოს ზეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2014 წლის 23 მაისს. ნიუტია გამორჩეული. ჩვეულებრივ ბათქაშია გაკეთებული, რაღაცა რო კონდეს ან რაღაც ფორმა, რაღაცა ჩვეულებრივ შებათქაშებული შენობაა გარედან და შეღებილია, მეტი არაფერი სილამაზე რა აქვს ამას. ბარათაშვილის 24-ში მდებარე ამ შენობის მესაკუთრეებისათვის მიუღებელია ძეგლის სტატუსი. მათ ინვესტორი იპოვეს, რომელიც შენობის დანგრევას და 7 სართულიანი ახალი კორპუსის აშენებას აპირებს. ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სათათბირო ორგანოს დასკვნაა. საბჭოს 5-ვე წევრი ერთხმად ამბობს, რომ ბარათაშვილის 24 ძეგლის სტატუსი იმსახურებს. სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტოს დირექტორი ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ანთიძე იღებს.
მისგან წერილი ბარათაშვილის 24-ის მესაკუთრეებმა 29 ივლისს მიიღეს. წერილში წერია, რომ ამ შენობას ძეგლის სტატუსი არ მინიჭებია. რა დასაბუთებით თქვა ნიკა ანტიძემ ბარათაშვილის 24-ისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე უარი საბჭოს ერთსულოვანი მოთხოვნის შემდეგ. ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსმა ჩვენთან ინტერვიუსათვის ვერ მოიცალა. სატელეფონო საუბარში კი გვითხრა. მოვიკითხავ, იმიტომ რომ ნამდვილად არ მახსოვს. მე იმიტომ რომ საბჭოს გადაწყვეტილება აუცილებელია და უნდა მიენიჭოს. თუ ეხამდე არ შეუმიტანეს, ეხლა რომ მიენიჭება მაგას სტატუსი. ანუ საბჭოს სავალდებულოა ძეგლთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერვიუ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან ჩავწერეთ. მას ვკითხეთ, თუ რატომ ვერ მივიღეთ პასუხი წერილზე. რაღაცა ხარვეზები აქვს ხოლმე იმ პოსტის გახსნას თვითონ. ხან რაღაცები ემართება. და დიდი ხანი როგორც ჩანს არ არის შემოწმებული, თორე დაუყოვნებლივ როგორც წესი ვაგზავნოთ ხოლმე ესე. ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მივწერეთ სააგენტოს, მაგრამ პასუხი 20 დღის განმავლობაში არ მიგვიღია. ბარათაშვილის 24-ის მფლობელებმა შენობის დემონტაჟის მოთხოვნით მერიას მიმართეს. მერიის მიერ ჩვენთვის მოწერილი ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ 6 ივნისს შესულ წერილზე 20 ოქტომბრის ბრძანებით უთხრეს მოთხოვნაზე უარი, იმ პირობით, რომ ჯერ დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეთანხმდეს მერიასთან. მერიისგან პასუხი ბარათაშვილის 24-ში 16 ივნისსაც მიუღიათ. განცხადებაში, რომელიც ჩვენ ბარათაშვილის 24-ის მესაკუთრეებმა გვაჩვენეს და რომელსაც ხელს აწერს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი სურმანიძე, წერია. ქალაქ ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ დაწუნებული იქნა თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი და გიდგენთ შემდეგ ხარვეს. გაცნობებთ, რომ შენობას მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი. რის საფუძველზე ჩათვალა მთავარმა არქიტექტორმა, რომ ბარათაშვილის 24 ძეგლის სტატუსი აქვს. ჩვენ ირაკლი სურმანიძეს დაუკავშირდით, გითხრა, რომ ეს მაშინდელი მთავარი არქიტექტორის გია რამიშვილის მოთხოვნის გამო გააკეთა. რასაც ვამბობდი ისე, ანუ მთავარი არქიტექტორმა მოაწერა ხელი და დაადო რეზოლუცია, რომ ესე იგი ესო არისო ძეგლიო და დებულების თანახმად მათ მიწერია დებულების ლუქრი, მე არ მქონდა გაპროტესტების უწევა. მე ვშვი ჩემი სიტყვა არ მოისმინეს. რაც ვალდებულიყო ის გავაკეთე. შეეწერა თუ არა გია რამიშვილი ბარათაშვილის 24-ის გადარჩენის მცდელობას. ყოფილი მთავარი არქიტექტორი ჩვენთან სატელეფონო კომენტარში ამას არ გამორიცხავს. გია რამიშვილმა მთავარი არქიტექტორის პოსტი ამ შემთხვევიდან დაახლოებით 1 თვეში დატოვა. არის ობიექტები, რომელთა უკან ძალიან გავლენიანი ადამიანები დგენდა, ახლა ეს მაგის ყველა არ მიგრძნია და შეიძლება ყველაფერი შეიძლება, რა ვიცი. ინვესტორები როგორც წესი მუშაობენ ფარულად. ანუ მაგათი დინებებს შენ ვერ გზნობ. საჯარო მოხელე ვერ გზნობ, საიდან მოდის და ეს რაღაც გარკვეული პოზიცია. მე რაღაც როის გავლის გასვლის შემდეგ რა თქმა უნდა ჩდება, იმიტომ რომ ინტერესი არ იმალება. ქალაქის მერი ამბობს, რომ მას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს შენობის დემონტაჟზე უარი თქვას. აი თუ შემოიტანს შემოჯაბა და რა შემოიტანს, ამას კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვნახავთ ამ შენობა ნაგებობას გარდა მერისა ამ წუთას არაფერი არ იცავს, იმიტომ რომ ის არ არის მატარებელი ამ სტატუსისა. სტატუსი არა აქვს ამ ძველ სახლებსაც კლდიაშვილისა თუ ჯინჭარაძის ქუჩებზე. ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, სააგენტოს სტატუსის მინიჭება ამ სახლებისთვის ოფიციალურად არ მოუთხოვია. კლდიაშვილის ქუჩაზე სახლებს და ჯინჭარაძის ქუჩაზე მაკუთხით? მაგრამ მე პირადად მე ძეგლად არ მიაჩნია. პირადად მე და ვისაც მიაჩნია ახლა ძეგლად, მიანიჭოს იმ ძეგლის სტატუსი. ანუ არც ერთი სახლი რომელიც არის ჯინჭარაძის და ჯინჭარაძე არც ერთი არა, რომელია, აბა? ქალაქის იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე გვესაუბრება რეჟისორი შოთა კუჭაბიძე. ქუჩაში მიდიხარ და გონია სადღაც გვირაბში ხარ და რაღაც გული გიწუხს რომ იქნებ რაღაცა როგორმე გააღწიო რომ ჰაერი ჩაის უნდა და აი სხვათა შორის მე როგორც ფოტოგრაფი ხშირად ფოტოებს ვიღებ ამ ქუჩაზე ფაქტიურად სურათის გადაღება შეუძლებელია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძვირად ღირებული პროფესიული ფოტოკამერა მაქვს რაც ღამის რეჟიმში თუ არ დააყენე რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შუქი თუ არ შეუშვი ფაქტიურად ღამე ხარ ან რაღაც გვირაბში ხარ რაღაც საშინელო ხდება და რა თქმა უნდა ის ჯერ არ დამთავრებულა და ეს მხოლოდ მოედინება იქედან დავიწყეთ და რაღაც ერთი პატარა ნაწილი არის შენარჩუნებული და მედია ბულდოზერები უკვე ამუშავებული არის. ძალიან კარგია ფოტოგრაფისტვის რომ მივიდეს და ძველი რაღაცა გადიღოს, ეს არის რეკლამა და ეს ძველი და რაღაცა კარგია ეს. აბა ერთი კითხეთში ცხოვრობს იმას. ადამიანი ძეგლი უნდა იყოს ადამიანისთვის, ამას ყოველთვის ვამბობ და არა ადამიანი ძეგლისთვის. ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სახლების დანგრევას და ახალი კორპუსების აშენებას მოითხოვს აქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა.
მოქალაქეები ხელისუფლებისგან უყურადღებობას უსვამენ ხაზს. სოციალური ფონის მიხედვით, რომ ამ ოჯახებს არ აქვს უბრალოდ იმის შესაძლებლობა, რომ გაარემონტოს თავისი საცხოვრებელი ბინა, ხოლო ამას ალბათ მერია ამ შენობას ვერ გაარემონტებს, ალბათ უახლოესი 50 წლის განმავლობაში და ეს მათი სიტყვებია და არაერთი შეხვედრა ყოფილა როგორც მერიასთან, როგორც ჟურნალისტებთან. ზუბალაშვილების 39-ში ადამიანები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. კომპანია New House აქ 7 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ერთადერთი იმ მრავალთაგანი პროექტისაგან, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც ვარი გვეთქვა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ინვესტორის მოთხოვნა 2013 წლის 9 აგვისტოს დააკმაყოფილა და ნებართვა გასცა. რამდენიმე დღეში გაცემული ნებართვა ზემდგომმა ორგანომ, აჭარის განათლების სამინისტრომ შეაჩერა. ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმე სასამართლოში მოიგებს, რადგან ბიზნესმენი დაზარალდა და ადმინისტრაციული ორგანო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. თუკი პეტრეს პაულეს მისეს მშენებლობის ნებართვა სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და აქაც იყო ნებართვა მშენებლობის გაცემული, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონმდებლობის სრული დაცვით აღარ უნდა მოხდარიყო ამ აქტის ბათილად ცნობა, რამე თუ ეს არის აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც ჩემს მართლმსაჯულებას გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება. და ყველაზე ცუდი არის ის, როცა მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს ადმინისტრაციული ორგანოები, ადამიანებს უკარგავს ნდობას ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ. თავად ბიზნესმენი შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას. თუ მსგავს პროექტებზე ხდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, ზოგი მათგანი საერთოდ მოიშალა და ახლად აშენდა. მაშინ ბატონო, არაერთი პროექტი, რამდენიმე იგივე სოკარის შენობა ბაქოს ქუჩაზე, ბათუმის ხოლოს აბანო, რომელიც აშენდა და მართლაც მშვენიერი შენობა, საკმაოდ კარგი. რა მოლოდინი უნდა გქონეთ ზუბალაშვილის ქუჩაზე ან სტატუსის მქონე სხვა სახლებში მძიმე პირობებში მცხოვრებ ადამიანებს? პირველ რიგში ზუსტად რესტავრაციის განხორციელება იმ მერიის ვალდებულებაში არ შედის, ამისათვის არსებობს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო, რომელიც გარკვეულ თანხებს ამისათვის ყოფს და უნდა გამოყოს. სააგენტოსთან გვექნება საუბარი, რამდენად ამას სააგენტო შეძლებს, რა სახსრები, რა რესურსი გააჩნია ამისა. კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვის არის სადრენად მოხერხება. არა, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული სახსრები. ძეგლები, რომელიც საკმაოდ ესე ვთქვათ, კრიზისულ სიტუაციაში არის და დანგრევის პირას არის ან განადგურების პირას, სწორედ თვითმმართველობის კომპეტენცია არის ამ შემთხვევაში მოახდინოს ამის ინვენტარიზაცია, დახასიათება, რა საჭიროებს და დაიწყოს კონკრეტული წინადადებების მომზადება. თვითონ რა რესურსი აქვს თვითმმართველობას, რომ ეს ძეგლი შეინარჩუნოს, თუ არა აქვს რესურსი, უკვე შესაბამისი პროექტის მომზადება, რომელიც ამ ძეგლს გადაარჩენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ქალაქის მთავრობისთვის ჯერჯერობით პრიორიტეტი არ არის. ქალაქის მერმა გვითხრა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა შესაძლოა ეკონომიების ხარჯზე მომზადდეს. თანხები ჩვენ კიდევ ერთხელ თქვი ურბანული განვითარებისათვის უნდა გავითვალისწინოთ საყრდენზე ყოველთვის მერწმუნეთ მერიას იმის თანხა რჩება ეს იქნება ეკონომიებით თუ ეს იქნება ახალი პროგრამებით თავარია ჯერ პირველ რიგში ჩამოვყალიბდეთ კონცეფციაზე არ მინდა მოხდეს ისე რომ ჩვენ რაღაცაზე ვისაუბროთ თანხა გამოვყოთ ბიუჯეტში რაღაც ნაწილი აუთვისებელი დაგვრჩეს და ანუ ბიუჯეტში არ გაითვალისწინებთ ამის კონცეფციას მერწმუნეთ ამისათვის ეს კონცეფცია როდის გექნება? ალა პირველ რიგში ჩვენ ჩემი საფიქრალი არის ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა, რაზეც მუშაობთ ახლა. კულტურული მემკვიდრეობის აქტიური დამცველი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს მემკვიდრეობის ასაცავად ნაბიჯების გადადგმას. არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ჩარჩო, რომლის მიღების შემდეგ ისინი მათ აღარ ეკნებათ ფუფუნება, რომ მაგალითად რომელიმე სახლი ერთსართულიანი ბელეტაჟი, რომელიც ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიღაც მაგალითად რომელიმე ხელისუფლების პირი ვერ ხედავს ამის ღირებულებას, მას არ შეიძლება რომ ეს გასცეს ნებართვა რომ დაანგრიონ და მას ადგილას ააშენონ მაღალი შენობა, რომელთაც ქალაქი გარკვეულ თანხას მიიღებს. ვერ არ ექნება ამის საშუალება, იმიტომ რომ ის დოკუმენტი იქნება ერთგვარი კონსტიტუცია ქალაქისთვის. ამიტომ ამ კონსტიტუციის შექმნის ეშინიათ და არჩევენ, იყვნენ და იარსებონ ეს ურბანულ ქაოსში
იმ კედელთან იქნება თელ სიგრძეზე, რო იყო იმაზე დიდი, ფართო და უკეთესი. იმ კუთხეში? ათუ ასე იმ კუთხეში არა, სიგრძეზე იქნება ასე ავტომანქანები. ახალი შენობა იქნება. რა თქმა უნდა, ახალი შენობა, ნივთები და ის სახე რაც ქონდა, აი ვერანდა ქონდა, შესასვლელი ქონდა, ისეთი სურათები გადაღებული ქონდა და ისეთი, მაგრამ თან ახალი მასალებით გაკეთებენ. ბიზნესმენი თენგიზ ბაკურიძე სტალინის ახალ მუზეუმს აშენებს. მან ეს ქონება პირდაპირ მიყიდვის წესით ლევან ვარშალომეძისგან მიიღო, თუმცა სტალინის სახლი, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ ქონია, წელს დაინგრა. რატომ არ სცადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ამ შენობის გადარჩენა? თენგიზ ცინცაძე 2011 წლიდან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირია. ამ შემთხვევაში არ იყო ჩემთან დაყენებული ეს საკითხი, რომ ამ შენობას მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, აქ დიდი პრობლემები ჩანს კიდე, როცა პიროვნება მიყიდა ვიღაც ინვესტორმა კონკრეტული შენობა, რომელსაც არ ქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული, ეს ძალიან დიდი სადავო თემაა, რომ ამას შემდგომ მიყიდე ვიღაცას კონკრეტულ აქ ამე კონკრეტულზე არ მაქვს ინვესტორს ვიღაცას მიყიდე შენობა, თქვენ რაღაც მის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვარდებით ორ უმცირესობაში. ამის შემდგომ ადგება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა და ამას ანიჭებს ძეგლის სტატუსს, პრაქტიკულად ბიზნესმენი რჩება მოტყუებულ მდგომარეობაში. Я как гражданин и как житель этого города, я извиняюсь, что вы туристы приехали, добро пожаловать, зашли тут, наверное, посмотреть. Мы внутри можем что-то посмотреть? Ну, там закрыто, ничего нет абсолютно. ეს კადრები მაცნა ჟურნალისტებმა გასული წლის ივლისში გადაიღეს, როცა დასათვალიერებლად მისულ უცხოელ ტურისტებს სტალინის სახლ-მუზეუმში აღარაფერი დახვდათ. უცხოელი ტურისტების განსაკუთრებულად დიდი ინტერესი რატომ არ აღმოჩნდა ბიზნესმენისათვის საინტერესო, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური მოგების კუთხით. თავის საგანია, მაგრამ როგორც ასეთი მე ნუ ჩემი გადმოცემით ვიცი, რომ სტალინს აქ არასდროს არ უცხოვრია. ეს კომუნისტების დროს გაჩნდა ასეთი იდეა, რომ რადგან ბათუმში ჩამოვიდა, სადღაც მისი კუთხე ყოფილიყო და ამ ადგილს დაარქვეს სტალინის სახლ-მუზეუმი. ჯერეთის თუ სახლ-მუზეუმია, იქ უნდა იყოს პირადი ნივთები, აქ პირადი ნივთები სტალინის არ ინახებოდა. მასე რო წერდეს უამრავი სახლია ბათუმში, სადაც გამე გაათიასა. სტალინი ხო ორ ღამეს ერთ სახლში არ ჩერდებოდა. სხვადასხვა სახლებში. ან რაღაც წყაროები არ ადასტურებს ამ დროით. ნუ მე არ ვიცი, რომ ადასტურებდეს, რომ ზუსტად მაგ სახლში, მაგ ოთახში სტალინი ცხოვრობდა. მაგრამ წყაროები არსებობს. ეს წიგნი 1937 წელს სტალინის სიცოცხლეშია გამოცემული. აქ სტალინის თანამებრძოლი კოტე კალანდაროვი იხსენებს, რომ ზუსტად ამ სახლში პუშკინის 13-ში ჩერდებოდა სტალინი 1901 წელს სოციალისტური დემონსტრაციების დაწყებამდე. იგივეა ნათქვამი აი ამ წიგნში ბათუმის ისტორიულ რევოლუციური მუზეუმი, რომელიც 1970 წელს გამომცემლობა საბჭოთა აჭარამ გამოსცა. ეს სახლია ბაქოს ქუჩიდან, რომელიც აბაშიძის ხელისუფლების დროს სახურავის გარეშე დარჩა. სააკაშვილის ხელისუფლებამ გაასხვისა, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლების დროს დაინგრა. ძეგლი მთლიანად განადგურდა, თუმცა სტატუსი გადარჩა. აქ კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვა 2012 წელს მიიღო. მალევე სოკარს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა ჩაენაცვლა. თავდაპირველ ბრძანებაში ცვლილება 6 ჯერ შევიდა. ბოლო 4 ცვლილება ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. ძეგლის მოცულობის გაზრდა. ეს ცვლილება 2012 წლის 17 დეკემბრით თარიღდება. დანარჩენი ცვლილებებით ინვესტორის ხელისუფლებამ მშენებლობის ვადები გაუხანგრძლива. რატო დათანხმდით დემონტაჟზე, როცა რეაბილიტაციაზე ქონდა მას ნებართვა? არ ქონდა, არ გააკეთა რეაბილიტაცია. იმიტომ რომ არ მინდაო და всё, აღარ მინდაო. რას ქვია აღარ მინდაო? ნუ ასე არ მინდაო. ანუ ანებებდა თავზე. საზოგადოება ბათუმის დამფუძნებელი ტექნოლოგიური პროგრესი ამახვილებს ყურადღებას და არ სჯერა, რომ ძველი შენობის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ყველაფრის შენარჩუნება დღეს არის შესაძლებელი, თუკი მართლა რაღაც ბამბით არ არის ნაშენები და ერთი გაწვიმება არ აქვს დარჩენილი. ხო განადგურდა ძეგლი. ვისი ბრალია, ანუ ვისი პასუხისმგებლობის ამბავია? მე მეორეს გეტყვით თქვენ, თავიდან არ უნდა მიენიჭებია სტატუსი. უამრავ შენობას ბათუმში სტატუსი არ აქვს მინიჭებული. პასუხისმგებელი პირი ვინ არის, მოგეთქვათ, რომ ის ძეგლი განადგურდა, მაგალითად ერთი ანუ ეს ძეგლი განადგურება ესე არ ხდება, განადგურდა ეს ცოტა ისეთი ნათქვამია რა, არავის ეს ძეგლი არ გაუნადგურებია, ეს განადგურდა თავის დროზე უკვე კლიმატურმა პირობებმა. ბარბარეს ეკლესიის იერსახის შეცვლისათვის სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ სტატუსის მიუხედავად ეს სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობს და ამის შესაჩერებლად აქ დღემდე არავინ გამოჩენილა.
უნებართვო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. შოთა გუჯაბიძე იმ დღეს იხსენებს, როცა სამუშაოებს პირველად შეესწრო და პატრული გამოიძახა. ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა, პოლიციის უფროსი მოვიდა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მანქანა და ადამიანთა ჯგუფი მაშინიდან გაჩნდა. მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ჩვენ ამისი გაკეთება არ შეგვიძლია, რომ შევაჩეროთ. მე მომყავდა რაღაც საწინააღმდეგო არგუმენტები, ნუ დანაშაულის თვალწინ ადამიანს კლავდნენ შეიძლება და როგორ შეიძლება რომ ჩარევის უფლება არ ქონდეს. შოთა გუჯაბიძე პოლიციამ დაკითხა კიდეც. ფაქტის დაფიქსირებიდან დაახლოებით 1 წელი გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია იმის მიუხედავად, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლზე უკანონო სამუშაოების განხორციელება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი კი ირწმუნება, რომ საპატრიარქო არ იყო ინფორმირებული მის შესახებ, რომ ბარბარეს ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საპატრიარქოს საკუთრებაა და მიიღო საპატრიარქომ გადაწყვეტილება. ძეგლი გამოჩნდა შემდგომ. არა ჯაბა მომისმენი ახლა შენ თუ ახლა რაღაცის დაცდენას ცდილობ რომ დამაცდენო ვერ დამაცდენი. გეუნები ახლა ადამიანურად. გამოჩნდა შემდგომ. საქართველოს საპატრიარქოს სააგენტო, რომელიც ვალდებულია კანონის თანახმად მიაწოდოს ინფორმაცია, არ მიუწოდები. სამუშაოს დაწყებისთანავე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დარღვევის შესახებ თბილის წერილობით აცნობა. ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თებერვალში საპატრიარქოს უნებართვოდ დაწყებული სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. ის გაფრთხილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, ეს იყო რეაბილიტაციის დაწყების შემდგომ და ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით ამ სარეაბილიტაციო საქმიანობას, სადაც ჩვენი მოსაზრებით და ჩემი პირადი მოსაზრებითაც ვფიქრობ, რომ არაფერი არ დარღვეულა, საღებავის თავისთავად ჯობია ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც არის ძველი ქართული ტრადიცია. რატომ არ რეაგირებს სააგენტო ამაზე? მე ვერ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის თქმა, რომ სააგენტო არ რეაგირებს, ეს არ იქნება სწორი. ელემენტარულად ის, რომ გაიგზავნა გაფრთხილება და მოვითხოვეთ სამუშაოების შეჩერება. ხო, თქვენ გაიგზავნეთ ეგ წერილი თებერვალში და არ შეჩერებულა მშენებლობა. გასაგებია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ჩვენ თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, დაჭერა ან რაღაცა დაჯარიმება. ამ შემთხვევაში კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად მოვაგვაროთ ეს საკითხი ისე, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაჯდეს კანონიერ ფარგლებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ბარბარეს ტაძრის შემთხვევიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ სააგენტოს ან სათანადო ნება არ აქვს, ან ვერ იცავს რეალურად ძეგლს. გაფრთხილებები ამ ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი, მით უმეტეს გარკვეული ინსტიტუციებთან დაკავშირებით და შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ეს ახდენს გავლენას, მაგრამ არა სერიოზულ თქვათ გავლენიან ორგანიზაციებზე. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ ამ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ იქ ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთოს სააგენტო, ერთი შეიძლება ეს იყოს და მეორე არის ის, რომ რეალურად სააგენტოს არ შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი თვლის, რომ ამ ტაძარს ძეგლის სტატუსი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ძეგლს არ ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგანაც ის არ არის ისტორიული ძეგლი, ისტორიული არის, მაგრამ ის არის 96-97 წლებში აგებული ტაძარი. ბარბარეს ტაძარი ბათუმში 1883 წელს აშენდა. ტაძრის წინამძღვარი ეცადა ჩვენს დარწმუნებას, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ძველი შენობა მთლიანად განადგურდა და ბარბარეს ტაძარს, რასაც ბოლო წლებში ვხედავდით, არაფერი ჰქონდა საერთო ძველთან. სამწუხაროდ ბარბარეს ტაძრის ძველი ფოტო, რომელიც მე-19 საუკუნის დროინდელ სახეს გვაჩვენებს, არ არსებობს. ეს ფოტოები ფოტოგრაფი სეირან ბაროიანის ფოტოარქივში ვიპოვეთ. აქედან ჩანს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში აშენებულ ტაძარს ავთენტურობა შენარჩუნებული ჰქონდა, სანამ საპატრიარქო უნებართვო მშენებლობით არ დაკავდებოდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე, ცხალთის მონასტერზეც უკანონოდ მიმდინარეობდა. ცხალთის მონასტერი გასული წლის დასაწყისში ასე გამოიყურებოდა. დღეს უკვე მე-6 საუკუნის ძეგლთან ძველი ნანგრევების ნაცვლად ეს ახალი შენობაც დაგხვდებათ. ცხალთის ეკლესიაზეც მოხდა თავიდან უნებართვო მშენებლობები, ანუ 2013 წლის ზაფხულში, როდესაც მივლინებით მივდიოდი ხიხანის დასათვალიერებლად, შევნიშნეს სამუშაოები, გავაკეთეს შესაბამისი ოქმი, გვაცნობე ეროვნულ სააგენტოს და ეროვნულმა სააგენტომ ერთი კვირის შემდეგ გასცა სამუშაოებზე ნებართვა. ამ ფაქტის გახსენების შემდეგ სააგენტოს მთავარმა იურისტმა გითხრა, რომ მათ საპატრიარქოს დაჯერიმების უფლება საერთოდ არ აქვთ.
მოქმედ კანონმდებლობაში ჯერჯერობით არსებობს ესეთი დათქმა, რომ ისეთი საჯარიმო სანქციების გამოყენება საპატრო შემიძლია მიგითითოთ იმ მუხლზეც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 21 მუხლი, სადაც არის რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. აქედან გამომდინარე საპატრიარქოსთან ურთიერთობაში სააგენტო ცდილობს რომ გამოიყენოს უფრო ურთიერთთანამშრომლობის გზები. ფრესკების ნაწილი დაზიანებულია ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების შესატარებლად თანხის გამოყოფას, როგორც გავარკვიეთ, ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ბარბარეს ტაძრის წინამძღოლმა გითხრა, რომ ეკლესიამ მზადა თავად დააფინანსოს სარესტავრაციო სამუშაოები. რამდენჯერმე მიმართეთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამ ფაქტთან დაკავშირებით თუნდაც ჩვენთვის მოეცათ ნებართვა, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არც ნებართვას იძლევიან, არც თვითონ აკეთებენ არაფერს არ აკეთებენ. ამ ფაქტს უარყოფენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. მათი განმარტებით, წერილობით მათთან არაფერი შესულა და არც პროექტი წარმოუდგენია საპატრიარქოს. თუ მათ უბრალოდ მოგმართეს და გითხრეს რომ ჩვენი სახსრებით გავაკეთებთ და ამას არ მოყვა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, ბუნებრივია სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ სურვილზე ვერ გასცემდა ნებართვას. პოსტის შენობის განადგურებაზე ქართული ოცნების წევრები ყველაზე ხშირად საუბრობდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე. გვესმოდა დაპირებები, რომ დამნაშავეებს პასუხს აგებინებდნენ, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული პოსტის ამ შენობიდან მხოლოდ 2 კედელი გადარჩა. ეს მაღლივი კორპუსი კი ახალი ხელისუფლების დროს გამოჩნდა. ვერანაირ შემომროცნეს ვერ იპოვი, რომელიც ამას რაღაც კანონებში და სტანდარტებში მოაქცევს. ეგ არის, ქალაქზე ძალადობა, განადგურება, მოკლა, ადამიანს შეიძლება მოკლა, ისევე შეიძლება მოკლა შენობა, რომ მისგან არ დატოვა არაფერი. პოსტის შენობა 2010 წლის 30 მარტს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვაშალომიძემ მიყიდა იმავე 30 მარტს ოფშორში დარეგისტრებულ კომპანია Active Batums. პოსტის შენობის ნგრევა უნებართვოდ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში 6 მილიონად შეფასებული ქონება ინვესტორმა 2,5 მილიონ მიიღო, მან დადებული პირობის შესრულება მაინც ვერ შეძლო. ხელშეკრულების მიხედვით Active Batums აქ 3 წელიწადში უნდა აემოქმედებია 100 ნომრიანი სასტუმრო, ანუ 2013 წლის 30 მარტამდე. აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2011 წლის 19 აგვისტოს შეიტანა და ჯარიმის პირობები განსაზღვრა. ახალმა ხელისუფლებამ 2014 წლის 20 თებერვალს ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილებით ინვესტორ სამუშაოები გადაუვადა 2016 წლის 30 იანვრამდე. აჭარის ეკონომიკის მინისტრმა გითხრა ისიც, რომ ჯარიმის უფლებაც კი არ გამოიყენა. უკეთესი იქნებოდა არ შეგვეწყო ხელი, გაგვეჩერებინა, აგვეწყույტა და შესაბამისად გვეყურებინა უსახურ შენობა შუაქალაქში. კომპანია Active Batums იგივე 2010 წლის 30 მარტს კიდევ ერთი ქონება გადასცა ლევან ვაშალომიძემ. ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ სკვერიც პოსტის მშენებელ ინვესტორს მეჰმედ აკთა შეკუთვნის. კვადრატული მეტრი აქ $70 მიიღო. ჯამში კი მხოლოდ $9 მილიონი გადაიხადა. ინვესტორს აქ 40 სართულიანი კორპუსი უნდა ეშენებია 5 წელიწადში. ალბათ ააშენებს კიდეც იმის მიუხედავად, რომ მან ხელშეკრულების პირობები დაარღვია. არც მშენებლობის ნებართვა მიუღია და არც შენება დაუწყია. ეკონომიკის მინისტრმა გითხრა, რომ Active Batumთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ლოიალურები ვიქნებით ინვესტორების მიმართ. ლოიალურიც არ ქვია მას, შეიძლება განავრცელოს ლოიალურობა იქეთკენ, რომ კანონს არ ღვევს ინვესტორი, არ აშუქებს კონკრეტულ. კი, მაგრამ თან საკმაოდ იაფად და კაპიკებად ნაშოვნი, რა ქვია, სახელმწიფო ქონებით, ჩვენი ქონებით, არ უნდა გქონდეთ რეაქცია? ძალიან ბევრი საინვესტიციო პროექტი იყო გაჩერებული თავის დროზე, შემიძლია გითხრათ, რომლებიც არასრულებდნენ ვალდებულებას, მოხდა მათი ხელშეკრულების გადახედვა და შესაბამისად ხელშეკრულებაში ვალდებულების ცვლილება, რომლებიც დღეს ყველა არის მოქმედი და ხორციელდება პროექტი. არ ახასიათებს კარგად სახელმწიფოს, როდესაც მისი ბიუჯეტის შესავსებად პრაქტიკულად ძალიან დიდი წილი მოდის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნგრევაზე. ის არ ქმნის ეკონომიკის ზრდისთვის არაფერს, ანგრევს შენობებს. ეს შენობები დამთავრდება ოდესღაც და მე სადღაც უნდა მე ახალ აშენებულებს ვარ დავაგებ და კიდევ უფრო მაღალს ვარ. ეს არ არის გზა, რომელიც განვითარებამდე მიგვიყვანს. ეს არის წუთიერი შემოსავალი. პრობლემა ის კი არ არის, შენ აპატიებ თუ არ აპატიებ, პრობლემა არის ობიექტურად უნდა გეპატიებინა თუ არ უნდა გეპატიებინა. ანუ ის რომ მან ვერ შეასრულა გამოწვეული იყო სუბიექტური ფაქტორებით და მისი ვთქვათ რაღაც საქმიანობით, თუ მას ობიექტური გარემოებები ქონდა. ამის შეფასება თუ არ ხდება, ეს რა თქმა უნდა კიდევ სუბიექტივიზმის ნიშნებს აჩენს ასეთ შემთხვევაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების და განადგურების რამდენი შემთხვევა განიხილა სასამართლომ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლიდან 2013 წლის 3 ივნისამდე ამ ტიპის 12 ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე განიხილა და მხოლოდ ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეხლა შეიძლება ორ რამეზე მიანიშნებს. პირველი ის, რომ ამ ტიპის ფაქტების დაფიქსირება არ ხდება, შეიძლება ერთი ეს იყოს, მაგრამ მეორე შეიძლება უფრო ცუდი იყოს, თუ კი ამ ფაქტების დაფიქსირება ხდება, შემდგომში გამოძიება არ მიდის ბოლომდე და არ ხდება სასამართლოში საქმეების განხილვა. ცხადია, სასამართლო ვერ განიხილავს, თუ იქ ეს საქმე არ მივიდა განსახილველად უკვე შემდეგში. სამართლებრივი პასუხისმგებლობის მსგავსად არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დაუსვამს ვინმეს. წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილების მიმღები პირები ისევ გადაწყვეტილების მიმღებებად დარჩნენ. ბიძინა აფხაზავას დირექტორობის დროს, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სააგენტოში მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც უნებართო მშენებლობები უნდა დაეფიქსირებია. ჯგუფს ზაურ ახლოდიანი ხელმძღვანელობდა. იმ ძეგლებზე, რომლებზეც სამუშაოები იყო უნებართოდ განხორციელებული, ვალდებული ვიყავი გამეკეთებია შესაბამისი ოქმი. ეს ოქმი გაკეთდა, მოხსენებითი ბარათი გაკეთდა და გადასაწყვეტი ამ შემთხვევაში არის დირექტორის საქმეს გადააგზავნის ცხვარა პროკურატურაში და ალბათ არ ჩათვალა საჭიროდ რომ გაიგზავნა. გამოიკვეთა დანაშაულის შესახებ. როგორ გითხრათ, სამუშაოების უნებართოდ წარმოება ეს უკვე კანონში პირდაპირ წერია, რას ითვალისწინებს. რეაგირება თქვენი რატომ არ იყო? როგორ არ იყო ჩვენი რეაგირება? მე 7 ჯარიმა გამოწერა ბატონო ჯავ. რა დარღვევებზე მოამზადა მონიტორინგის ჯგუფმა მოხსენებითი ბარათები. ჩვენ ეს ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ მოგვეწოდა შემდეგი მოტივით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29 მუხლის თანახმად მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტისათვის გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს საჯარო ის დოკუმენტი, რომელსაც საჯარო ორგანიზაციაში ხალხის მიერ დაქირავებული პირები ახორციელებენ. თავარი ის კი არის რა ფორმა აქვს და რა წერია მოხსნებით ბარათში. თავარი არის რა შედეგის მატარებელი და რა წერია ამ მოხსნებით ბარათში. ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული უფლებების შესრულება, რაც ჩვეულებრივ განეხორციელებინა, ისინი ამას ღებულობენ ანაზღაურებას და ბუნებრივი ეს არის პროდუქტი, რომელიც ეკუთვნის მთელ სახელმწიფოს. მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ. 2013-2014 წლებში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევების 47 შემთხვევა დააფიქსირეს, რასაც ფიზიკური პირების 5,000, ხოლო იურიდიული პირების 10,000 ლარით დაჯერებება მოჰყვა. ამავე პერიოდში მხოლოდ ერთხელ მიმართა სააგენტომ აჭარის მთავარ პროკურატურას 2013 წლის 23 აგვისტოს. წერილში გამსახურდია 33-ში გამოვლენილ სამართალდარღვევაზეა საუბარი. ამ მისამართზე ბათუმის ძველი აბანოები დღემდე არსებობს. ზემოდან აშენებული აი ასეთი მრავალსართულიანი კორპუსით. კულტურული მემკვიდრეობის ასაცავად ოფიციალური დოკუმენტი არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია. მასობრივად განადგურებული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მიუხედავად პასუხი ჯერ არავისთვის მოუთხოვიათ. რას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან, ვისაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება გააჩნია და საშუალებაც შენარჩუნებული მემკვიდრეობა ეკონომიკური შემოსავლის მთავარ წყაროდ აქციოს. მე ვაწვევი იმას, რომ ძველი ბათუმი რაც არის, იქ მინდა რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე როგორც საჭიროა. ამაზე. ანუ მარტო ძველი ბათუმის. მარტო ძველი ბათუმი. ჩვენ მთელ ბათუმს ვერ გადავარჩენთ. დრო მაინც აიღოს მისას. მე გავუნებთ ამას გულახდი, რაც ახალგაზრდა ხარ შეხედა. კონკრეტული ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ვიღაც პიროვნებებზე და ხელისუფლებაზე დამოკიდებული რო არ გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და იქნა სტაბილური და მუდმივი გარანტი იმისა, რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას იცავთ, ანუ ესეთი არც დოკუმენტი მიგვიღია და არც არის რაღაც კუთხით პროგრამები, რომელშიც შეიძლება ჩვენ დავინახოთ იმის, რომ აქეთკენ მივდივართ. ყველამ უნდა შევიგდოთ, რომ ბათუმი ვერც სიღნაღი, ვერც ვერ დარჩება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, როდესაც პაინეზე დავდიოდი და გოგოები გვიყავდა. არა, ის შეიცვლება, გახდება სხვანაირი, ეგრეთ წოდებული დაუნტაუნი, ანუ ეს მაღლები შენობების უბანი შეიქმნება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ვხედავთ სად. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბათუმი უნდა დაკარგოს ის პეცი და რითიც ის ტურისტებს აინტერესებს. დამოკიდებულება იგივე რჩება კი არა, პირიქით, ახლა უფრო მოშეებული ხალხი არის მოსული ხელისუფლებაში და თან მაგალითი იციან, რომ იქ ვიღაცებმა უკვე ჭამეს კაცო და ახლა მე რატო არ უნდა ჭამო.
პატარა ევროპული სტილის პროვინციული ქალაქის სახეს იცვლის. გაუცხოვებული გარემო შევიწროებული ბათუმელებით ვიღაცისთვის ფულის კეთების პოლიგონად აღიქმება. ბათუმელები თავის დასაცავად ემზადებიან.